მიხეილ სააკაშვილმა დღეს ტერეჰაკალად დააჯილდოვა ეუთოს მისიის ხელმძღვანელ საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა ეუთოს წარმომადგენლებს 17 წლიანი მუშაობის დასრულების შემდეგ გამოსამშვიდობებელი მიღება გაუმართა. ნათია ტრაპაიძე საუბრობს დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნათია, გისმენთ. ეუთოს წარმომადგენლების და პრეზიდენტის შეხვედრა სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. გამგზავრებამდე ეუთოს უკვე ყოფილი ელჩი ტერეჰაკალა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენი დააჯილდოვა და განაცხადა, რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უცხოელი დიპლომატი საქართველოში. პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ეუთოს წარმომადგენლებს საქართველოში. მან განაცხადა, რომ მათ საკმაოდ რთულ პირობებში წუწევდათ ხოლმე და ხშირად საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ფასად უწევდათ კონფლიქტის ზონებში მუშაობა. სამწუხაროდ ახლა იმის გამო, რომ ერთ-ერთმა ქვეყანამ დაბლოკა მისიის მუშაობა, მისია მრავალი წლის შემდეგ უნდა დაიკეტოს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ ფაქტს ვაფასებთ უარყოფითად, მაგრამ ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ საქართველო გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს დეოკუპაციისთვის, საქართველოს ყოველი მტკაველი მიწის განთავისუფლებისთვის, საქართველოს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის სრული გავრცელებისთვის. ჩვენ დაგვრჩა ახალი ბერლინის კედლის მიღმა ჩვენი მოქალაქეები, თუნდაც 2/3 მათი გასულ ზაფხულში იქნა გაძევებული, მაგრამ ის ხალხიც, ის რამდენიმე ათასი რჩება, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ კარგად იციან, რომ საქართველოს სახელმწიფო ეკუთვნის მათაც, მათ კარგად იციან, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათი უფლებები იქნას დაცული და ისინი დაუბრუნდნენ დედასამშობლოს. მინდა დერხის გადავცე ქართული სახელმწიფოს სახელით ღირსების ორდენი იმ მადლიების გამოსახატავად, რომელიც ჩვენ გვაქვს მისი ხელმძღვანელის და მისი თანამშრომლების მიმართ. ეს დიდი პატივია არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი მისიისთვისაც. მოგეხსენებათ, რომ რეგიონში 1992 წლიდან მიმყოფები და ეს ჯილდო ჩვენი შრომის დიდი დაფასებაა. ჩვენ ერთ გუნდად მუშაობდით. ეს იყო ჩემი ოცნების გუნდი. საქართველოში ჩამოვედი როგორც ახალბედა დიპლომატი და 90-იან წლებში ომი და დესტაბილიზაცია საქართველოს ყოველდღიურად ემუქრებოდა. თუმცა ქართველი ხალხის თვითდაჯერებულობამ და რწმენამ ყველა საჩვენა, რომ დასავლურ ფასეულობებთან ერთად უკეთესი მომავლის იმედი რეალობად იქცევა. ეუთოს მისია საქართველოში ბოლო 17 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ დროისთვის მათი მისია უკვე დასრულებულია, დაშვებულია დროშები ოფისებში და სავარაუდოდ ისინი საქართველოს რამდენიმე დღეში დატოვებენ.